დამუშავება სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ ვერ ასეთაც გამოვშინაოთ. ყველა თემას პრინციპში პარტიების თავდაცვა თუ რაც აქ პარტია არ არის, მაგრამ პარტიის საქმიანობა. და ფედერალ უნდა აიცნო. სოფო. მესამე ძირითადი ლაზერია. ანუ აი მიდის ყველა მხრიდან ამ თემების შესახებ. შემდეგი მომენტი რა ეხმარება ყველა სოფლის აკადემიური ძროხის უდაცვებში გადატანას ეს არის სისტემატიზირებული ცნებები. აწესრიგებს და ამარტივებს მასალის აფასების პროცესს და ასევე აი წინარე სულთნასთან დაკავშირებას. აი მაგალითად შამაში ვისწავლეთ მაგალითად მეორე დამხმარე ცველი. არის გამოყენება მე შეიძლება ძალიან ბევრ სხვა თემაშიც და სხვა საკითხებში. სამიზნე გვასწავლიან არის მე მატერიალური უჯრა. მატერიალის მოგება ისე შეიძლება გაუცვლელი მოგებიანი გახსნა, გაუმაგრებული და ასე შემდეგ. და ზოგადად ცნებებთან და კონცეფციებთან მუშაობა ხელს უშლის ფრაგმენტული ცოდნის ჩამოყალიბებას. აი ზუსტად იმ ცოდნის, რომელიც აქაც არის, მაგრამ კავშირი ერთმანეთში არ აქვს. და მე რა თქმა უნდა გასწრება აქვს რთული, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ზუსტად იმ ჯვრაზე მივიდეთ, სადაც ცნება გვაქვს შენახული. იგივეც და ასევე ამოხსნის სტრატეგიაში გვეხმარება ცნებები, აი მაგალითად თუ სწორედ ასწავლეთ, თუ ისე ასწავლეთ, როგორც ალცებში არის, უკვე ბავშვები როგორც კი დაუცო ფიგურას, იმ წამსვე არსებდება ორმაგი დათმის შეიძლება ესე იგი და სამიზნე მეფე მატერიალის შამათის უბრა, თუ ფიგურა შესულ, აი დაინამის ფიგურა შესულ ფიგურისა, უკვე გამოჭერაზე ფიქრობენ, ანუ აი პრიორიტეტ კავშირში არიან უკვე პრობლემა და პრობლემა მომს. და თქვენ არამხოლოდ დაფაზიეთ შესაძლებლობებს ამ შემთხვევაში, არამედ ასევე მეცნიერებაში ეცეთ კონკრეტული ამოცნობის უკვე ცნობილ გზებს. ეს ძალიან ამართულებს და ისევ ათავისუფლებს მუშა მეცნიერებას, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია სხვა ბევრ რამაში. და ძალიან უშუალო მოდი გაფისხება. მაგრამ ძალიან ბევრი მასალა და ბევრი დროება ამას მართლაც უდიდესი მნიშვნელობის გამო. ჩვენ არამხოლოდ ფიგურების სვები უნდა ვიცოდეთ, არამედ შეგვიძლია მათი უსაფრთხოდ და უმოკლეს სიძ გადაარღვია. ცხოვრებაში ამისთვის უკ არის საჭირო, ჩვენი უკა კი ჩვენი დაფაზა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ უსაფრთხო ნავიგაცია. ძალიან ბევრი დავალება აქვს. სასწაულად გამართულება, გათვლა, წარმოსახვა, აი ყველაფერი იმდენი საერთაშორისო და იმდენად მოხდება. აი მაგალითად რა არის ეს თქვა, აი ეს უსაფრთხო გზა აი უძრამდე. გამოაცხადეთ უსაფრთხო ქიში სამსვლაში, აი როგორ ვიგებთ ყველაფერი მიჩნდება ნავიგაციასთან ერთად უსაფრთხო უჯრებს ვაფიქსირებთ. ვეჩვევი აი რომელი უჯრა არის და დაღმის ქვეშ რომელი არ არის. აი ხარი ჩავის ყველა ფიგურა, აქ მიდის დაგეგმარება, სწრაფად როგორ ავიყვანოთ ჩავშოვი. ეს სხვა იმაშიც, ვისაც მქონდა რაზოვაევის ჩესტეთის ლოგინეს, იქ მქონდა რაზოვაევის ამფითიზის, მაგრამ ამ მომენტში აყვანილი აქვს. აქ ძალიან მნიშვნელოვნად არის. ამაზე ყურადღება მიცემი. ისე გამოჭერა მაგალითად ფიგურის მასში გადა. აქაც ნახეთ როგორ უნდა ვფორდეს სივრცეს და როგორი ხედვა უნდა გქონდეს, ხო? ვთქვათ. ხედარი არსებობა დაიწყო და ბოლოში ეს სხვადასხვა ბატონი რაღაც შეგვახსენებს. ალბათ რაღაცა ბევრი ძირითადში არის რაღაცა მართოს ეს ნებები. ბატონო? დიაგნოზი დომინაციის ეტაპებში მეფე ჟეში დომინაცია და ეს ხმერ მუღურებს მოთამაშეს თვალით. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვის თავში რა ხდება, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა უცხოობს 64 უჯრას, ჯერ კიდევ ეს ამდენი ცარები უჯრა მოხდეს რაღაცა ის არის უცნობი რაღაც ქალაქი არის, ხო, რომ გაეროს ეხლა რა ხდება, როგორ ხდება. ძალიან მაგას სწავლობს ამ ყველაფერს. მოჭადრაკეს უნდა შეეწყოს დაფაზე
რომელიც იცავს, ვინ რომელს იცავს, უსაფრთხო უჯრედი და პოზიციაში რომელი არის უსაფრთხო უჯრედი, სულ უნდა ვარჯიშობდეს რაღაც. სulis გაკეთების შემდეგ ფიგურების ფუნქცია შეიძლება შეიცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ესეც თქვენ უნდა იცოდეთ, აი ეს წერია მასწავლებლის საოცრად სუნდები რატო? იმიტომ რომ ეს არის თქვენი ამოცანა და ამის განვითარება ხდება მხოლოდ იმ კონკრეტული დავალებებით რაც აქვს. ეს თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს უნდა ბავშვმა ჰქონდეს და ნებისმიერ პოზიცია, ნებისმიერ პარტიას უყურებდა რაღაცა ყველგან სულ უნდა ჩაახალხო აი ესეთი შეკითხვები, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ეს ბავშვმა უკვე უნდა იცოდეს. გაუგებრული მუხარის შემთხვევაში მეორე შემდეგი ემატება და აი ახალ შემთხვევაში გვემატება თუ არა გულები. აი ნახეთ, აი პოზიციაში მაგალითად, ხო? ფსიქოლოგიურად ბავშვი რთულია. არ ვაზიარებ, იმიტომ რომ ვაზიარებს უკვე. და ვერ ხდება ამ შემთხვევაში. ახლა ძალუწვევად უნდა დავეხმაროთ აი ესეთ მომენტებში და მეორე საფეხურში რა თქმა უნდა მიდის ამხილის განხსოვა და ეს უკვე უნდა იყოს ასეთივე ავტომატიზირებული. შეიძლება ბავშვი უმაღლეს დონეზე პარტიის გათამაშოს ამ მომენტში. შეიძლება სხვა მეთოდით გაზრდილი ბავშვი უფრო ვითომ უფრო ასეანის ვარიანტი იმ პარტიაში. მაგრამ ამაზე არ არის. პირველი წელი და ალბათ მეორე წელიც აი იმდენად ვითარდება ეს უნარები, როგორც ვიქარ, მე ამაზე დაშენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ერთი არის თქვენ წამოდგეთ ბავშვს რაღაცას ასწავლეთ. რამხელა წვალება უნდა, რამდენად კრეატიულობა უნდა, რომ რაღაცა ისე აუხსნა, აქედან მივიდა და იგივე თქვა მარტივას ზრდასხოს შორის. უცებ ნახევარი სიტყვით თუ გამიგებს, ხო? აი ესეთი სიტუაცია იქნება დაახლოებით. სამიზნეების ყისერი აღქმა უნდა იყოს. აი რომ დახედავ პირდაპირ სკანერი, მოხოთ ეს ასწავლება მეორე საფუძვლია საუბარი და პირველზე. და სვლების შედეგის განსაზღვრა. ნახეთ, უჯრა თავისუფლება სხვა ფიგურისთვის, ახალი უჯრედი მოთხოვება. ჩემი გამოცდილებიდან მაგალითად გეტყვით ერთ გოგოს ხოვდი ხოლმე, ძალიან ის ავტომატურად თამაშობდა და შინას, აი როგორც ციგნს აკითხულობდა პოზიციას. აი რაღაცა ფორმულები ჰქონდა რა თვითონ. და მინდოდა რაღაცეები უფრო აი ცოცხლად ეკრძნა რა ეს პოზიცია და მეუბნები რომ ეს დაგილაგე მე თავს მოაშორებ და შეიძლება აღადგინოს. და ალაგებდა ამები გამიდა მოაშორე ალაგებს თუ აკოლა შეცდომია. და მე ვფიქრობდი რომ აი ახლა მოხდები ისტორია. რომ მაგალითად აი ესეთი იცავს აბეთ. თქვა ხედარი ეხება ლაზიერებს. ის ვანახე რამაზად არის ნებიებობაზე გავაგებული. ანუ უბრალოდ აი ეს მოთხრობა მოხდა ამაზე, რომ აი ვინ რას ემხრება, ვინ რას იმართება. უშეცდომია და საერთოდ და თვითონაც ისე უხაროდა, იმიტომ რომ რაღაცა თქოს, რაღაც გაუცოცხლდა ყველაფერი. სულ უნდა ქონდეს აი ამაზე მუშაობა. ბევრ მუშაობას მოითხოვს ამ მეგობრები, მაგრამ ტრანსფერი ისტორია. სამეცნიერო ცოტა ამტკიცებულია და თანებებულია. და ეხლა მივახოდით გეოლოგიის ბოლო თემას, ესე იგი გავიარეთ ეს თემები, ვისწავლეთ, ეს არის თამაშის წესები, თავდაცვა, შაბათის თავდაცვა, მატერიალის გუგება და ეს ყველაფერი. გავიარეთ. ამოვხსენეთ საოცრად. ვითამაშეთ თემატური მინიპარტიები და თითქოს უკვე მზადდება. მაგრამ აი ზუსტად აქ სადღეგრძელო ფილმები დამთავრებულია, აქ იწყება ყველაზე მთავარი პროცესი შეიძლება იყოს. შემდეგ შემოდის ძირი სტრატეგიის მოძრაობა. ანუ მე ის ყველაფერი ვისწავლე ცალ-ცალკე, ცოტა ერთმანეთში აღიარებული კი რაღაცა ისეა. მაგრამ ეხლა უნდა დავხელოვდე იმაში,
რომ რა თემებიც გავიარე, იმ თემაზე რა პოზიციას არის გამილავო და თემა არ მითხრა. მე იგივე უნდა მივხვდე რაზეა საუბარი. იმიტომ რომ მე უკვე ვიცი რომ გაუცხო ფიგურებს უნდა უყურო. მე უკვე ვიცი მეფეს უნდა უყურო მობილურობას როგორ არის. ვიცი უნდა უყურო იმას რა ფიგურას ვერ მივხვდები და ის ისწავლა მე კიდევ ვერ მივხვდები და ასე შემდეგ. აი ამისთვის აი მაგალითად ის თავდასახმო შეგაცეთ მაგალითად რომ აი ეს მომხდარია აი ასეთი შემთხვევისთვის არის გაუშვებო ის მეგობრებო ექსტრა და მიქსი. ექსტრაში სოდა ვერდები არის და მიქსი კლიიანად ხდება ზიების სტრატეგიის საბოლოო განვითარებას. ანუ რაც მე ვისწავლე სამუშაოებში, რაც მე ვისწავლე ექსტრაში და პლუსში, ეს ყველაფერი ეხლა შევეულა აბსოლუტურად და ყოველი თემის მითითების გარეშე უნდა ალოქსა მიქსი ხელოვნებაში. ანუ მე უკვე ზიების სტრატეგია აი რა დაიწყოს მაგრამ რაღაცა ხო აი რა დაიწყოს შევხვდა უნდა მეძებოდეს. თუ არ შემიძლია მეგობრებო მეორე საფრთხე არ უნდა არა და მეორე საფრთხე დაიწყო დავალებები უბრალოდ მიგოჩეს. რატო? შეიძლება მოხდეს უბრალოდ ამ გონს არის ბავშვი. მოდი რა მეორე თემი დავწერთ ტრანსპორტი. იმიტომ რომ მეორეში თავიდან იწყება საბაზისო დონეზე რაღაცა ახალი თემები და ძალიან მარტივ დონეზე გახსოვთ ცოტა ფიგურები რაღაც საბაზისო ისე. თუ პირველ მიქსზე აი ეს რადარი ის ძიების სტრატეგია არ არის კარგად გამომუშავებული აუცილებლად მეორედ უნდა გაიგო ისა გაიგო მიქსი აუცილებლად მე ბავშვი ყავდება ყველა ვისა ყველას მინდა რომ ხა მშობლები ვთქვათ მაყოფილები იყვნენ რომ მაგალითად აი ეს აი ახალი წიგნი ხო ბავშვმა აი ძალიან ფლეგმატური ბავშვი წყნარი შვილი ხმას არის საერთოდ აი ესე უნდა აჯანჯდაო და აი რა არის შამათი აი წყნარი ცხოვრების მოყვარული ბავშვი გაიარა ეს მიქსი და ერთი 3-5-6 შეცდომა ქონდა ხოლმე ერთ-ერთზე და მამის გავისაუბრე მე კი აუხსენე ესე მოდი მეორე გავიარა აი ძალიან გამხარა და მთელი ყოველ გაკვეთილზე მიდის აი სტუდირება რა ძიების სტრატეგია აი თვითონ სტრატეგია რა არის სამიზნეების ძიება და შეკითხვები პირველი შემიძლია თუ არა შამათის ჩასვლა არა ფიგურის მოგება შეიძლება ხედავ კიდევაც რომ ლაზერი კიდია მაგრამ არ ვიყავ პირველი ყოველთვის უყურებთ შამათის ჩასვლა მეორე მატერიალის მოგება შემიძლია თუ არა და მესამე არის რომ მხოლოდ საფრთხის ქვეშ არის თუ არა დავიწყეთ თავდაცვით რომ მე შამათი ერთ სიტუაციაში ვარ იმიტომ რომ აუცილებლად სასიცოცხლო შუადის იყო იქ თავდაცვის სახსნა და მე მთელი წიგნები მთელი სტრატეგია მთელი ყველაფერი არის იმაზე რომ ძიების სტრატეგია ჩვენ პრიორიტეტები დაგვივარდეს სწორად პირველი პრიორიტეტი არის შამათი მერე მატერიალი და მერე მესამე არის მხოლოდ დასვა და მიქსს ვუყურებ ესე იგი პირველი არის არ დაიზოლო სულეუნები და არის შამათი აი მე როგორ არის შეგვეჭილი არ არის შეგვეჭილი მოგილობა როგორი არის მერე ვიწყებ არის ისა ფიგურალურა არის რომელიმე დაუცველი ისე კარგად გაიარა რომ მეორეჯერ აი შეიძლება ერთ კონკრეტზე ერთი ან ორი შეცდომა ხდება ამ ძალიან ბავშვი ყავს საერთოდ რომ არა აი ეს დაგეშვა ასე ვთქვათ შამათს მაგრამ ისე გამახარა რომ რაღაც იმიტომ ეს ჩაუდგა ეხა ეს დასაკარგი არ არის იმიტომ რომ მეორეში ციგნია სულ ამაზე უნდა მე ტრია და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ბავშვებს ვუძლებთ პირველ რიგში აი შეაფაროს მუხარის სვლების განხილვის უნარს
ძიების სტრატეგიას პირველ რიგში მაინც უწყებთ ორიენტაცია. პოტენციური სამიზნეების გასაქმებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხიში აყვანა და მუხარა წინ არ უნდა უსწრებდეს ორიენტაციას. იმიტომ რომ ისე თავიდან ჩვენ სწავლობთ გააზრებით. მე უკვე ავტომატიზდება. თავიდან უნდა ბავშვი გააკეთოს. ორიენტაცია მნიშვნელოვანია და ბავშვები ხშირად ტოვებენ სამწუხაროდ და აქედან გამომდინარე ძიების პროცესს ზედმეტად შეფრთხილებული ხასიათი აქვს. და არასწორი სტრატეგია, რა თქმა უნდა, სწორედ ეგრეთ წოდებული ცდისა და შესწავლის მეთოდით, ну ეს არ გავიდა, ეს ის და ასე შემდეგ. ეს საერთოდ რა თქმა უნდა არ ეუღია. ამიტომ სწორი თანმიმდევრობა არის ორიენტაცია. ჩვენ ბავშვი ისე ამოცანის ამოხსნისთვის ამბობთ ამოცანას. ჩვენ ბავშვს გვეხმარებით განშტიაში. ჩვენ ბავშვს პრიორიტეტს დაგიარეთ. ამიტომ ისაუბროს. აი თქვას მახასიათებელი პოზიციის რა არის საერთო, რა შეამჩნია, რომელი ფიგურა დასწავლე, რომელი გაუცვლელია მეტია თუ დაცულია და ასე შემდეგ. ეს არის აუცილებელი მომენტი. და ისე პირველ რიგში ესე იგი რა თქმა უნდა ყურადღება მეცეზე აუცილებლად მიქს ვერ გავიგებთ თუ შამათი არ იყო ორიენტაცია. მიქს ვერ გავიგებთ თუ მეორე შემთხვევაში დაცვას უყურებ, იმიტომ რომ შამათი ვერ უკრება და ვაი არ იქა დაუცვა. არა, შამათი დაუცველია პირებული ფიგურა და შემდეგ დაცვა. ну დაახლოებით ეს შეკითხვები არის ყოველთვის რაც მამასაც უნდა ვთქვათ ყოველთვის რომ ბავშვი მიეჩვიოს ამას და მხოლოდ ორიენტაციის მერე ვიწყებთ უკვე სულის ძებას. აქ კიდე მეორე ხალხია სხვადასხვა. ბავშვი შეიძლება ხო ეს ჯგუფში ეს გამოიწვია ეს ვიპოვოთ ორი დაუცველი და შემდეგ ეტაპი რა არის? ბავშვი იყენებს მარტი ძიების სტრატეგიას და ყურადღებას აქცევს მხოლოდ ერთ კონკრეტულ მახასიათებლებს. აი დაინახა რაღაცა, რომ ხალხი მეუღლება ან მე შეიძლება ის ფიგურის აღება და უკვე ფიქრობს, რომ ეს ამოცანაში რა არის? ბევრი ამოცანა ისეა დაყენებული, რომ ეს მხოლოდ ამოცანის ამოხსნაზია, ხო? და აი ესე იგი ეს არის ალბათ ამოცანის თემა და უნდა ამოხსნა. აი ზუსტად ამის საწინააღმდეგოდ არის ის მიქს დავალებები და აი მაგალითად კონკრეტულად თუნდაც აი ეს ორი მაგალითი ვავიღოთ. ნახეთ, შამათი იქნება და ლაზერია მუხარის ქვეშ. ეს არის სული პანიკა. მეც შავშევშია და ლაზერია. მაგრამ აი ზუსტად ეს ძიების სტრატეგია ვერ შამათი, ვერ ემატერიალა, ვერ საფრთხე, ხო? ეხმარება ბავშვს იმაში, რომ იპოვოს სწორედ რა. აქაც ნახეთ, დაინახა ეს იდეა. სუფთა საბლიცაო სვლა. აღამონე რაღაც ის აი რაც ეხლა საფრთხე ბავშვები რომ გადაჭრობები არიან იქ. არ მოხსენს ეს წიგნები არ მოხსენებენ ამის საშუალებას, არ მოხსენებენ ფიქრის გაზამაცების საშუალებას და პრიორიტეტების აღრევის საშუალებას. აქაც ედრიკიდია, მაგრამ ერთ შემთხვევაში შამათია და მეორე შემთხვევაში არის შამათი. ასე რომ ეს ძიების სტრატეგია სხვადასხვა არსებობს ცალკეული თემების შესახებ. მე მანამდე არ შევეჭე, რომ ეს ამ შემთხვევაში ისე კარგად გამოჩენილი იყოს ყველაფერი, მაგრამ ძიების სტრატეგია ყველა თემას და აუცილებელი არის ეს წიგნში ნახოთ, გაიაზროთ და რა თქმა უნდა შემდეგ ბავშვებს დაეხმაროთ ის მიღებაში, გააზრებაში და გამოყენებაში. აი სულ ეგ არის რევოლუციის უკვე შედეგი არის მეორე სამწუხარი ამას ბალკალები ეს ალბათ რამდენიმე ნამსხვრევი გავისმენოთ და